ჯანსაღად იყებებით, მაგრამ თქვენი კანი მაინც და მაინც ჯანმრთელად არ გამოიყურება. გაქვთ გამონაყარე, თავის ტკივილი, შებერილი მუცელი და პრინციპში წონის კონტროლიც გიჭირთ. ჩვენ შევეცდებით, რომ დღეს გავცეთ პასუხი კითხვას, თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. გადავინაცვლო, გაჩვენოთ ყუთები, რაც მიდევს. ჯერ ჩვენი ექიმები ჩუმად არიან, რაც იმას, რომ ჯერ არ იციან, რაზე უნდა ვესაუბროთ. კარგით. ეს ყუთები მიზან მიმართულად არის მოტანილი აქ. შესანიშნავი პროდუქტები დევს მასში. რძის ნაწარმი, ჩემო ბატონო, და ფინჯანი ყავა. რძე მაწონი ყველი. მოგწონთ? მოგწონთ. ვერ დაიწუნებ ნამდვილად. ყუთი ნომერი 2. შრის მანტელი, რასაც თქვენ ვერ ხედავთ, გამოვახმოვანებ. ჭვავის პური, თეთრი პური, თითო ნაჭერი, დოზირებულად, შესანიშნავად. შვენიერი. ეს კიდე უფრო მოგეწონებათ. ბოსტნეული, მწვანილები, წიწაკა, პომიდორი, შვენიერი. და ბოლოს ხილი. როგორ მოგწონთ ეს პროდუქტები? გადასწორებით. ძალიან კარგი პროდუქტებია. სასარგებლოა? კარგია. მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ პროდუქტი თქვენთვის ან თქვენთვის იყოს სასარგებლო და ვიღაცას ვნებდეს ერთი და იგივე პროდუქტი. რას გულისხმობთ იგავ? აი გულისხმობ უკვე საკმაოდ ხშირად გაშღერებულ აუტანლობას ამა თუ იმ პროდუქტისას. მართალი ხართ იგა, ანუ მიუხედავად იმისა, რომ აქ რა ჩვენ წარმოდგენილი პროდუქტები აბსოლუტურად ჯანსაღია და კარგია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ერთი კონკრეტული ადამიანისთვის, ვიღაცისთვის შეიძლება საერთოდ არ იყოს მისაღები. აი მაგალითად? მაგალითად თიკა ნახე, პირველი პროდუქტი რაც კიდევს რძის პროდუქტები ზოგადად, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ეს პროდუქტები არ არის მისაღები და მათთვის ზიანის მომტანიც კი არის. პარადოქსი ის არის, რომ შეიძლება ადამიანმა თვითონ არ იცოდეს, რომ წენს მას ეს რძის პროდუქტი. კი, იყო დრო, როდესაც არავინ არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ შემდეგ გაჩნდა ცნობები, რომ რძის ნაწარმში არსებობს ასეთი ტიპის შაქარი, ერთგვარი, რომელსაც ქვია ლაქტოზა, რომლის მიმართაც საკმაოდ დიდ ჯგუფს ადამიანებისას აქვს მიუღებლობა და აუტანლობა. კი, და გახსოვს ჩვენ გადაცემაში გქონდა ჩვენ ასაკის მატებასთან ერთად იმ ფერმენტს ნედლაო კარგავთ, რომელიც ლაქტოზას ინელებს, ხო? ამიტომ შეიძლება ახალგაზრდა მე რო კონტროლში წარმოვიდეს, მაინც არაფერს არ ნიშნა. ხო, არა, მართალი ხარ, ანუ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს აბსოლუტურად ჯანმრთელი პროდუქტებია, ეს აუტანლობა დგება მაშინ, როდესაც ჩვენი ორგანიზმი რაღაც ერთ-ერთ ელემენტს ვეღარ ინელებს ამ პროდუქტიდან და შესაბამისად იწყება ეს უსიამოვნო სიმპტომები და შეგრძნებები. შემდეგი ალბათ ასეთივე აუტანლობის მქონე შეიძლება იყოს გლუტენი, ხო? ხო, რომელიც შედის ბუქვილის ნაირსახეობაში. შეიძლება ისიც იყოს გარკვეული მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება ვერ ვიტანდეთ პურ-ფუნთუშეულს მაგალითად. ასევე კოფეინით შეიძლება სადაო გახდეს, რადგანაც როგორც ჩანს არსებობენ ადამიანები, რომლებიც ასევე კოფეინს ვერ უმკლავდებიან და ვერ ირგებენ. ჩვენს მაყურებელს ალბათ სმენია უკვე ლაქტოზისა და გლუტენის აუტანლობაზე, თუმცა იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ ამუშავებს, საკმაოდ ვრცელია. კი, ლევან, გეთანხმები, ეს შეიძლება იყოს ან ნებისმიერი პროდუქტი, წვანილიდან დაწყებული, ხილით დამთავრებული, ანუ ჯანსაღი რაც არის, ხო, ან ჩვენ პირადად შეიძლება რაღაცა არის ამ აუტანლობის მიზეზი. და არა ალერგიულობა, ხო? ალერგიულობა სხვა რაღაცა არის. ეს არის ანუ აუტანლობა, ანუ რაღაც ფერმენტის ან არქონა, რომელიც ვერ გადაამუშავებს რაღაც კონკრეტულ ნივთიერებას შემავალ ამ პროდუქტებში. რადგან არ ვართ ასეთი დაკვირვებულები ადამიანები, იქნებ სიმპტომატიკა გვითხრათ და ჩვენ ყურადღება მივაქციოთ ამის გამო. მართალი ხარ, თიკა, სიმპტომატიკა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად მართლა ბავშვებიდან დაწყებული ზრდასრული ადამიანები შეიძლება იღებდნენ რაღაც პროდუქტს, მაგრამ აი ცხოვრების გამოცდილებაც გასწავლის, რომ რაღაცას რო ჭამ შეიძლება რაღაც არ გიხდება და აი ეს სიმპტომატიკა თავს იჩენს. მაგალითად, აი კუჭნაწლავის პრობლემები, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, მუცლის არეში ტკივილი, შებერილობა და აერების დაგროვება, ყაფზობა და შეიძლება ფაღარათიც კი. უფრო ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები არის ისეთი, როგორც აი მაგალითად თავის ტკივილი, დაღრილობის შეგრძნება, მოთენთილობა, შეიძლება იყოს გამონაყარი კანზე, ანუ ეგზემა და დერმატიტის სახით და იშვიათად, მაგრამ შეიძლება იყოს ასევე სახსრების ტკივილიც.
და ასევე გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ალბათ არ გამორჩება ჩვენს მაყურებელს, რომ შეიძლება კონკრეტული პროდუქტის მიმართ აუტანლობამ გამოიწვიოს ერთის მხრივ წონის დეფიციტი და მეორეს მხრივ პირიქით წონის მატება და საკმაოდ გაჯიუტება, ესე ვთქვათ, წონისა და დაკლების პრობლემა, ასე ვთქვათ. მე მგონი შემოვიპატიჟოთ უკვე ექიმი, მასთან ერთად გავიაროთ ინტოლერანტობის რა დიაპაზონი შეიძლება არსებობდეს და როგორ მკურნალობენ გარკვეულ ყველაზე გავრცელებულ ვერსიებს და დავპატიჟოთ სტუმრად კლინიკა N-Medicine-ის ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი თამარ კუპრეიშვილი. ბიოლოგიში წყალს შემოგთავაზებთ, მიირთვით წყალი მთის 0% ბრომატით, წყალი მთის იცხოვეთ სრულყოფილად. დიდი მადლობა. თამარ, პირველ რიგში დაგვეხმარეთ ჩვენ და მაყურებლებს გავმიჯნოთ საკვების მიმართ ინტოლერანტობა და საკვების მიერი ალერგიები დაუშვათ. საკვებისადმი ინტოლერანტობა ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება, როცა გვაქვს გარკვეული საკვები პროდუქტების ათვისების გაძნელება. ეს რეაქცია დაფუძნებულია იმუნოგლობულინ G-ის მომატებაზე. რაც შეეხება კვებით ალერგიას, კვებითი ალერგია ეს არის ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქცია, განსხვავებით კვებითი ალერგიისგან, საკვებისადმი ტოლერანტობა ეს არ არის იმუნოლოგიური რეაქცია. აი უფრო მარტივად რო წარმოვიდგინოთ, მაგალითად გლუტენის მიმართ აუტანლობა საკმაოდ გავრცელებულია, ყოველთვის ცნობილია, ხო? გვაქვს გლუტენის მიმართ აუტანლობა, როდესაც არის ესეთი დაავადება ცელიაკია. ამ დროს კუჭნეტლავის ტრაქტის მიმართ გამომუშავდება ანტისხეულები. ასევე შეიძლება იყოს გლუტენის მიმართ ალერგიული რეაქცია. მაგრამ არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც არის გლუტენის აუტანლობა, მაგრამ ადამიანის სიცხეში არ ვლინდება არც ცელიაკიისთვის დამახასიათებელი ანტისხეულები და ვთქვათ არც ალერგიული ბიომარკერები. ესეთი პაციენტი პირველად აღწერეს 1980 წელს, ეს იყო 43 წლის პაციენტი, რომელსაც ჰქონდა დიარეა გლუტენის შემცველი პროდუქტების მიღებისას და მისი ამოღების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. და გაიცნო მთელმა მსოფლიომ ეს პაციენტი ფაქტია. ეგრე გამოდის. გლუტენი ეს არის ცილოვანი კომპლექსი პრაქტიკულად, რომელიც შედის ხორბალში, ჭვავში, ქერში. რადგან ცილოვანი კომპლექსია, ესე იგი შეიცავს ამიჟავებსაც, მათ შორის არის ამიჟავა პროლინი. პროლინი არის მდგრადი პროტეოლიზური ფერმენტების მოქმედებისადმი ნაწლავში და როდესაც ის გროვდება დიდი რაოდენობით, ამას შეიძლება გამოიწვიოს ანთება, ოქსიდაციური სტრესი და შეიძლება იყოს გამშვები მექანიზმი შემდეგ მთელი რიგი ჩივილების განვითარების. ანუ აი ამ ტიპის კვებით აუტანლობაზე საუბრობთ, როდესაც საუბრობთ საკვებისადმი ინტოლერანტობაზე. აქ უფრო საუბარია ქიმიურ რეაქციაზე და არა იმუნოლოგიურ რეაქციაზე, როგორც კვებითი ალერგიის შემთხვევაში. გარდა ამისა, კვებითი ალერგიისგან განსხვავებით, კვებითი ალერგია შეიძლება იყოს სიცოცხლისთვის აშიში მდგომარეობაც. რაც შეეხება საკვებისადმი ინტოლერანტობას, ეს არ არის სიცოცხლისთვის აშიში მდგომარეობა, მაგრამ მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. საკვებისადმი ინტოლერანტობის დროს სიმპტომები ვითარდება საკვები პროდუქტის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, შეიძლება რამდენიმე დღის შემდეგაც. და შეიძლება იყოს თორემ სიმძიმის შეგრძნება, თუ აი როგორ ვლინდება ეს სიმპტომები აუტანლობის შემთხვევაში? სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, ყველაზე ხშირად გვხვდება ყაბზობა, დიარეა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, შებერილობა, მეტეორიზმი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს სისუსტე, დაღლილობა, თავის ტკივილი, სახსრების ტკივილი და არის კვლევები, სადაც აღწერილია კავშირი დეპრესიას, შფოთვას და საკვებისადმი ინტოლერანტობას შორის. ანუ ჩივილები ძალიან მრავალფეროვანია. მრავალფეროვანია. პრინციპში უცებ გაგიჭირდება მიხვედრა რომელ ექიმთან მიხვიდე ამ პირველი ჩივილებით. მე მაინტერესებს აი, ნუ დავუშვათ ერთი ალბათ ადამიანი მოყვება, რომ რაღაცას რო ჭამს, იმის მერე ეს ემართება. შეიძლება არ მოყვეს. შეიძლება არ მოყვეს. აი ის ვინც ვერ მოყვება, ანუ არ იცის რატო ემართება. აი იქ როგორ უნდა ვიპოვოთ ის საკვები, ანუ რა იწვევს, ანუ მის სიმპტომებს.
მაგალითად ადამიანს აქვს სისუსტე დაღლილობა, ხო, ასეთი ჩივილები. თუ ეს პაციენტი მომართავს ენდოკრინოლოგს, რა თქმა უნდა, მე არ დავიწყებ ამ ტესტით და პირველ რიგში გამოვიკვლიოთ თქო ფარისებჯერ ყავს, ნახავს სისხლის საერთო ანალიზს, რკინას, ფერიტინს, დ-ვიტამინს, ამის შემდეგ თუ ეს მონაცემები გვაქვს ნორმაში, ან თუ მონაცემები დარღვეული გვაქვს ვიმკურნალეთ, მაგრამ ჩივილი მაინც რჩება, ასეთ შემთხვევაში ჩავატარებდი საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტს. ხშირად არის პაციენტს აქვს ჩივილები, ყაბზობა, ზოგჯერ ფაღარათი, მეტეორიზმი, შებერილობა ძალიან გავრცელებული ჩივილია. თუ ადამიანმა ჩაიტარა გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, თუ ჩაიტარა მის მიერ დანიშნული მკურნალობა და ჩივილი რჩება, რა თქმა უნდა, ვურჩევდი საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტის ჩატარებას. ეს ტესტი თქვათ კონკრეტულ ფერმენტებზეა, ხო ალბათ? და თქვენ შესაბამისად ურჩევთ ამ პაციენტს, რომ აი ეს საკვები არ მიიღო, იმიტომ რომ ამაში არის ეს ანელი შეიცავს 221 საკვები პროდუქტის ექსტრაქტს არის უფრო მცირე ტესტიც, რომელიც გულისხმობს 42 საკვები პროდუქტის ექსტრაქტს და იმის მიხედვით, როგორ გამომუშავდება იმუნოგლობულინი G სხვადასხვა პროდუქტის მიმართ. ზოგი პროდუქტი ხდება წითელ ზონაში, ზოგი ხდება ყვითელ ზონაში, ზოგი ხდება მწვანე ზონაში. სადაც მწვანე ზონაშია პროდუქტები, რა თქმა უნდა, აქ შეზღუდვა არ არის, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. თუ ყვითელ ზონაში მოხდა პროდუქტი, ასეთ შემთხვევაში ვზღუდავთ. რაც შეეხება წითელ ზონაში მოხვედრილ პროდუქტებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სრულად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, ეს არის უფრო ხშირად 3 თვე. ანუ ეს არის მკურნალობის გზა, პრინციპში. ასე ქვია ელიმინაციური დიეტა პრაქტიკულად ასე. და ამ წითელ ნუსხაში შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი კარგი ჯანსაღი პროდუქტი. ნებისმიერი ჯანსაღი პროდუქტი შეიძლება ადამიანი არც უკავშირებდეს ჩივილებს აღნიშნული პროდუქტის მიღება, შეიძლება უკავშირებდეს კიდევაც. ძალიან ჯანსაღი პროდუქტი შეიძლება. და რა იყო ყველაზე გასაკვირი, რაც დაუშვათ თქვენ? ყველაზე გასაკვირი იყო მაგალითად ერთ ადამიანს ამოვიდა მხოლოდ ყაბაღზე და მეც არაფერზე და ძალიან გავხარდა, იმიტომ რომ ამას ძალიან მარტივად შევასრულებ. შესასრულებლად ამდღოთ მარტივი იყო. გაბატონო თამარა, რამდენად შეიძლება დაუშვათ მისთვის იყოს რეკომენდირებული ამ ტესტის გაკეთება, ვინც ჭარბი წონის არის მაგალითად და ამ წონასთან შეჭიდული პრობლემებია ხშირად. მასთვის რამდენად კარგი იქნება ასეთი ტესტი? იმუნოგლობულინ G-ის დონის მომატება კვლევებით ნანახია, რომ დაკავშირებულია ან სისტემურ ანთებასთან. შესაბამისად, დაკავშირებულია ინსულინ რეზისტენტობასთან, ინსულინ რეზისტენტობა თავისუფლად დაკავშირებულია ცხიმის მატებასთან და სიმსუქნესთან. კვლევებით არის ნანახი, რომ პაციენტების იმ ჯგუფში, სადაც სხვა რეკომენდაციებთან ერთად ჩატარდა საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი და ამოიღეს ეს გარკვეული პროდუქტები, შედეგი იქ იყო უკეთესი მიღებული, ვიდრე იმ ჯგუფში, სადაც აღნიშნული, ვთქვათ, არ გაკეთებულა. ახლა გამიჩნდა ასეთი ფიქრი, დავუშვათ, ამ ტესტის ინფორმაცია, პასუხი ასე ვთქვათ, ეს არის უკვე ჩვენი ცხოვრების წესი ერთგვარად, თუ შეიძლება შეიცვალოს დროსთან ერთად, რაღაცაზე უფრო ინტოლერანტული გახდე, რაღაცაზე პირიქით გამიჩნდეს ტოლერანტობა. შეიძლება შეიცვალოს, გარდა ამისა, თუ დღეს რაღაც პროდუქტი ამოვიღეთ რაციონიდან, ეს იმას არნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება უნდა ამოვიღოთ, პროდუქტს ვიღებთ 3 თვის განმავლობაში. 3 თვის შემდეგ შეიძლება გავიმეოროთ ტესტი. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომები, რომლებსაც პაციენტი გვიყვება 3 თვის შემდეგ, როგორ გვიყვება, რა შეიცვალა მისთვის ამ ხნის განმავლობაში და ამის მიხედვით ვიწყებთ პროდუქტების თანდათან დამატებას. ანუ 3 თვიანი შეზღუდვაა პრაქტიკულად, იშვიათად 6 თვიანი და შემდეგ იწყება პროდუქტების ისევ თანდათან დამატება. როგორც ვიცი, NMEDICS აქვს ერთგვარი შეთავაზება ზუსტად ამ ინტოლერანტობის ტესტთან დაკავშირებით. ჩვენთან როგორც გითხარით, ტარდება 2 ტესტი, ერთი დიდი ტესტი 221 პროდუქტზე, ერთი მცირე ტესტი 52 პროდუქტზე და NMEDICS ერთი თვის განმავლობაში ამ კვლევასთან დაკავშირებით გთავაზობთ განსაკუთრებულ შეთავაზებას, შეთავაზება გულისხმობს, რა თქმა უნდა, ტესტის ჩატარებას და ენდოკრინოლოგის კონსულტაციას. ჩვენიერი, მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იცოდეს საუკუთარი მეც მომინდა შესახებ რაღაც სადგზალია რომ გული დაუგდა და ვუსწრებ. ამიტომ ესე დასაბუთებლად ლაბორატორიულად დადასტურებლად გეცოდინება რა არის შენთვის, რა არ არის შენთვის.
მშვენიერი ამბავი, რაც თავარია მათ ვისაც გენიშნათ, ჩვენსავით იქნებ არ ხართ თქვენს დაკვირვებული ისეთი. ზოგმა იცის მართლა რომ ამას რო შევჭა მე აი ძალიან ზოგადად ხვდებიან მაწუხებს ესა ისა სხვადასხვა ჩივრებს ასახელებენ და თქვენს თუ ხართ მათ რიცხვში, მაშინ პირველ რიგში შეიძლება მიიტანოთ ეჭი რომ გაქვთ საკვების მიმართ ინტოლერანტობა და შემდეგ უკვე იცით რა ნაბიჯებია საჭირო იმისთვის რომ პირდაპირ მიაგდოთ იმ პროდუქტს რომელიც იწვევს თქვენში აი ამ გარკვეულ წილად დისკომფორტს. მადლობა დიდი თამაში. დიდი მადლობა.